პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ვერ უარყოფენ, რომ აღნიშნული კანონი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პროგრამული ვალების მოსაგვარებლად ამოსაღებადაც არის შემოტანილი საქართველოს პარლამენტში, თუმცა აქვე დასცენენ, რომ აღნიშნული კანონი გავრცელდება და დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც არის თაღლითობის მსხვერპლი, ვისგანაც ფული მიითვისეს და ვინც ვერ შეძლო აღნიშნული თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მის საქმეზე შესაძლოა პირები ან პირი ციხეში გაუშვეს მათ შორის მრავალი წლით. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი დარწმუნებული არიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში შემოტანა უკავშირდება ბოლოდროინდელ პროცესებს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო იმ ადამიანების ციხეში გაშვება, ვინც სწორედ მის გუნდში ირიცხებოდა და ვისაც წლების განმავლობაში არსებობდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სავარაუდო კორუფციაში იყვნენ ჩართულები, ახლა კი შესაძლოა ყველა მათგანი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ოპოზიცია ამბობს იმას, რომ ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი ქართული ოცნების ყველა მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნისთვის, რომ ყველას, ვისაც ფული აქვს მითვისებული, მათამდე აუცილებლად მივა ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილი. რეალობაში ბიძინა უყურებს ასე. ის ფული, რაც საქართველოში იშოვება კეთილსინდისიერად, თუ არა კეთილსინდისიერად, არის ჩემი. როცა მოვალ და მოგთხოვთ, ბიზნესმენი ხარ კეთილსინდისიერი, მომიტანი 100 მილიონი. არ მომიტან? მაშინ აღიძრავ საქმეს და ამ კანონმდებლობის შესაბამისად წაგართმევ ქონებას. შენ არ გექნება ქონება შენ სახელზე და მეუღლეს ექნება რამე, წავართმევ მეუღლეს. მეუღლეს შვილებს იმასაც წავართმევ. ანუ ეს კანონმდებლობა რეალობაში, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო ჯამში არის ბიზნესმენების ფულიანი ხალხის გაკულაკების კანონი და თუ ისინი ყურს არ შეიბერტყენ, მათთანაც ძალიან მალე მივა ბიძინა ივანიშვილი. ეს კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე მოიცავს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პირებთან შეიძლება იყვნენ კავშირში და მას გამოიყენებენ ცხადია იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისი მატერიალური ინტერესები სრულად დაიკმაყოფილოს, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ ამ კანონებით ნებისმიერი მოქალაქე დგება თავისი საკუთრების უფლების დარღვევის და ქონების კონფისკაციის რისკის ქვეშ. შეიძლება სასჯელი ბოლომდე არც მოიხადოს, თუ კი ანაზღაურებს იმ ტყივილს და იმ უბედურებას, რაც მეორე ადამიანს დააწია. და უშველებელი რაოდენობა, მთელი არმია ადამიანების, ვინც გაძარცვეს, გაყოლიფეს, თაღლითურად მოატყუეს და აქ ბიძინა ივანიშვილის თემა არ არის მარტო. თქვენ ისე წარმოაჩენთ სიტუაციას, ვითომ ბიძინა ივანიშვილის გაძარცვა მერე რა მოხდა? მოიხდის სასჯელს ერთია, მაგრამ როდესაც ათეულობით მილიონი დოლარი უდევს, ის უნდა თუ კი სამართლებრივად ეს არის გამართული, რასაკვირველია, ეს უნდა აანაზღაუროს. ქართული ოცნება პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კანონის ერთ-ერთი ადრესატი და მსხვერპლი იქნება გიორგი ბაჩიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი და მასთან ერთად იქნება ასევე რომეო მიქაუტაძეც, სავარაუდოდ, რომელიც უკვე განსასჯელის სკამზე ზის, თუმცა იქნება თუ არა ის ქართული ოცნების ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ეს კანონპროექტი შეეხება, ამას ძალიან მალე გავიგებთ.